ჩვენ ძალიან კარგი სტუმრები გვყავს, იმიტომ რომ ქართული ღვინით, ქართული ტრადიციებით დაინტერესებულია სწორედ ჩვენი სტუმარი ოლეგ ჩერნე, მოგზაური მწერალი, რომელიც სტუდიაში ლელა ჯეჯელავასთან ერთად მოვიდა, ოლეგ ჩერნეს ქართული პროექტების კოორდინატორი. მოგესალმებით. დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. ჯონ, შენ თავზე მინდა აიღო ის მისია, რომ გაგვაცნო უკეთ ოლეგ ჩერნე. ჩვენ ვიცით, რომ იგი არის მოგზაური მწერალი, მკვლევარი და როგორც ვიცი, პირველად 2011 წელს ჩამოვიდა საქართველოში. კი არის ეს კოდო ვინო არის ცნობილი ჟურნალი რუსეთში მისი მეპატრონი და თავარი რედაქტორი არის და მოგზაურობს და სტილობს თელ სოფლიოში სხვადასხვა საინტერესო საჭმელის შესახებ, ღვინის შესახებ, ჩაიზე იქო დაწერული, მაგრამ დიდი აქცენტი არის ღვინოზე. და რა თქმა უნდა საქართველოს როგორც ღვინის სამშობლო და როგორც მრავალი ჯიშის პატრონის ერი და დიდი ხანძლივი ქვევრის ტრადიცია მისთვის ან საინტერესო არის. მე როგორც რახან დავიწყეთ გამოცემაზე საუბარი და მაყურებელსაც აქვს საშუალება რომ თვალი გადაავლოს ამ ჟურნალს, ვიცი რომ ბოლო რამდენიმე გამოცემაში საქართველოზე განსაკუთრებული აქცენტი კეთდება. რა საკითხები აღმოჩნდა მისთვის როგორც ჟურნალისტისთვის ამ შემთხვევაში საინტერესო საქართველოდან და რას წავიკითხავთ საქართველოს შესახებ აი ამ ჟურნალის ფურცლებიდან? Какие вопросы Грузия оказались для вас самым интересным, что мы можем прочитать в ваших журналах о Грузии? Журнал, в первую очередь, задача журнала показывать пространство вкуса, но где, как не в Грузии, изучать пространство вкуса. Журналист თავარი ამოცანა რომ წარმოვაჩინოთ გემოვნების სივრცე, მაგრამ საქართველოში ამის წარმოჩენა არ არის საჭირო, ისედაც ყველაფერი ცხადია. თუ არა საქართველოში? დიახ. Плотность и глубина Грузии такова, что здесь можно, наверное, и жизни не хватит, чтобы все показать и представить. სიღრმე საქართველოში ისეთია, რომ ალბათ მთელი ცხოვრება არ გეყოფა, რომ ეს ყველაფერი წარმოაჩინო ისე როგორც საჭიროა. Одного Джона можно изучать и показывать много чего. მხოლოდ ერთი ჯონი შეიძლება შეისწავლო ძალიან დიდი ხნის განმავლობაში და სულ სხვაგვარად სხვადასხვაგვარად წარმოაჩინო. აღმოჩენებს სულ აკეთებ მასთან ურთიერთობის. О нем, кстати, есть в последнем номере სტატია. შორის ბოლო ნომერში ჯონზე საკმაოდ ცელი სტატია. საინტერესოა. ასევე საინტერესო სათავიდან გამომდინარე გასაგებია ჟურნალი ღვინოსთან დაკავშირებით მარცხა. კიდევ რა კონცეფცია აქვს ჟურნალს, კიდევ რას უთმობს ყურადღებას ესე ვთქვათ ეს გამოცემა. Какая главная концепция вашего журнала? Концепция очень строгая, философия только качественная, только натуральная и только правильная. Журналის კონცეფცია საკმაოდ მკაფიო და მკაცრად განსაზღვრულია. ეს მხოლოდ ხარისხიანი ცხოვრება, ნატურალიზმი და მაღალი ხარისხი კიდევ ერთხელ. ჩვენ როგორც ვიცით, ბატონი ოლეგი 2012 წლიდან საქართველოში ახორციელებს პროექტს დღეგრძელობა. საინტერესოა რა არის ამ პროექტის მთავარი мизანი და როგორც ვიცი, პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული ღვინოც მზადდება, თუ სწორი информация მაქვს. Как нам известно, Олег Черня осуществляет проект «Грузия долголетия». Что это за проект? И как нам известно, в этом формате он разливает вино специально. Что это значит? Можете вы рассказывать? Проект долголетия – это естественное, наверное, состояние этой земли, и он рассчитан, в первую очередь, на людей привозить в Грузию, людей показывать это пространство и наполнять их. Не только вином, воздухом, отношением, потому что степень искренности, которая сегодня существует в Грузии, наверное, во всем мире не встретить. Можно переведу? Проектის მთავარი დანიშნულება ეს არის საქართველოს ბუნებრივი მდგომარეობა. ხო დღეგრძელობა ჩვენი ამოცანაა რომ აქ ჩამოვიყვანოთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ადამიანები, რათა მათ შეძლონ რომ აივსონ ამ სივრცეთი, ჰაერით, საკვებით და ყველაფერით, რაც ასე ბუნებრივი და რაც ასე ნატურალური ამ ქვეყანაში და რაც ასე ფასეულია განსაკუთრებით. То есть люди привозятся в определенные места, где они, собственно, проводят время, пробуют, конечно же, кухню и вина, ну и делают различные упражнения для того, чтобы подготовиться к следующему дню. დასაკვირველია გარდა იმისა, რომ აქ ჩამოსული ადამიანები ეცნობიან ქართულ სამზარეულოს, ვავენ ქართულ ღვინოს, გარდა ამისა კიდევ არის რაღაცა დამატებით ვარჯიშები, რომელიც მათ საშუალებას აძლევს, რომ ეს ყველაფერი უკვე აღიქვან და მოემზადონ მეორე დღისთვის.
Нужно мастерство, чтобы быть в Грузии, потому что один день здесь равен 10 дням в любой другой стране. უნდა გარკვეული, ასე ვთქვათ, უნარი, რომ შეძლო საქართველოში სწორად ყოფნა, რადგან აქ ერთი დღე უდრის დაახლოებით 10 დღეს სხვა ქვეყანაში. ამიტომ ამას გარკვეული მომზადება სჭირდება, რომ ადამიანები ამისთვის მოემზადონ და სწორად აღიქონ. ასევე ვიცით, რომ 2014 წელს მისი ინიციატივით და ხელშეწყობით საქართველოში ჩატარდა სამონასტრო ღვინის პირველი საერთაშორისო ფესტივალი ალავერდობა. საინტერესოა ამ ფესტივალის კონცეფციაც და მე ვიცი, რომ აქტიურად თანამშრომლობს იგი ალავერდის მონასტერთან, ხო? და Давид Алавердовთან საკმაოდ მჭიდრო და карგი ურთიერთობები ჩამოუყალიბდათ. Известно, в 2014 году впервые провели международный фестиваль монастырского вина. Немножко о концепции этого фестиваля и о вашем сотрудничестве с Амбалавердским и Асалавердским монастырем. Что вы можете сказать? Это действительно очень знаменательное для меня событие, встречи с этим монастырем. Мы являемся информационными спонсорами и соорганизаторами этого фестиваля. Но сама история взаимодействия с этим монастырем привела к идее, что это место, это определенное пространство вкуса, и показать монастырское натуральное вино миру, подобного которого нет, посчитал своей задачей. ცხადია ფესტივალი ჩვენი ინიციატივით და ხელშეწყობით გაიმართა, მაგრამ მთავარი და ძირითადი მიზანი ჩვენი მაინც ის არის, რომ თვალს მსოფლიოს ვაჩვენოთ ის ნამდვილი გემო და ერთადერთი და გამორჩეული მღვინისა, რომელიც მონასტერში მზადდება და რომელსაც ანალოგი არ აქვს ნამდვილად მსოფლიოში. მე როდესაც ჩვენ უბრალოდ როდესაც ვემზადებოდით გადაცემისთვის ბუნებრივია ბატონი ოლეგის ვებგვერდს ვესტუმრეთ და ძალიან საინტერესო რამ ამოვიკითხეთ, როდესაც იგი საუბრობს მომავლის კვებაზე. ბუნებრივია ჩვენც დაგვაინტერესა. ძალიან რთული ალბათ მოკლე პასუხი გასცია ამ შეკითხვაზე, მაგრამ მთავარი ძირითადი ასპექტები რო გამოვყოთ, რას შეიცავს და რას მოიცავს, ასე ვთქვათ, ეს момавლის კვება. Когда мы готовились к передаче, ознакомились с его сайтом, конечно, и они очень заинтересовались вашим проектом «Питание будущего». Если можно вкратце рассказать, что это за проект и что он подразумевает под себя «Питание будущего». Это сложный вопрос, потому что этим занимаюсь лет 30, но основная концепция заключается в показать разные законы питания, показать то, что сегодня натуральной пищи меньше и меньше, то, что мутированная химическая пища уничтожает, собственно, человека, и вокруг этого строится концепция. Плюс к этому я, в общем-то, разработал кристаллическое питание, позволяющее изменять вибрацию тела. საკითხი რასაკვირველია ძალიან რთულია, ღრმა. მე დაახლოებით 30 წელი ამ პრობლემას ვიკვლევ და დაინტერესებული ვარ. მთავარი ის არის, რომ აქცენტი უნდა გაკეთდეს ნატურალურ კვებაზე. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ გარემოში, როდესაც ძალიან რთულია ნატურალური საკვების მოძიება. ეს კი ძალიან უშლის ადამიანის სწორად განვითარებას ხელს. ამ ბოლო დროს მას აქვს ერთი საინტერესო პროექტი, ეს არის კრისტალებით კვება, რომელიც ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, რომ სრულად სხვა ენერგეტიკულ სიხშირეებზე გავიდეს და სხვა ვიბრაცია Например, нефрит и содолит кристаллы, которые переведены в питание. ეს არის ნეფრიტი და სადალიტი კრისტალები, რომელთაც უკვე საკვები ღირებულება აქვთ მინიჭებული. В Швейцарии у меня лаборатория, где это все делаю. Მას აქვს შვეიცარიაში ლაბორატორია, სადაც ამას ყველაფერს აკეთებს. Но как они могут питаться вот кристаллами? Вы можете это? ეს როგორ უნდა მივიღოთ? Как употреблять вот это? Ну, это сложно, это как йога, только питание. То есть человек принимает по определенной схеме кристаллы, и он не зависит от пищи, но у него вырабатываются необходимые все ингредиенты внутри. მთავარი ამისი ღირებულება ის გახლავთ, რომ ადამიანი იღებს ამ კრისტალს და საერთოდ აღარ აქვს მოთხოვნილება საკვებზე და მის ორგანიზმში თავად გამომუშავდება ყველაფერი ის, რაც მას სჭირდება, ყველა ელემენტი. და შეიძლება აი ამ კრისტალებით ვიკვებოთ ელექსირის მიღება. Да, сколько мы можем питаться вот этими кристаллами? Только этим. Я, например, всю жизнь.
მე თითქმის მთელი ცხოვრება მხოლოდ ამითი ვიკვებე. ერთი შეკითხვა მაქვს ახლა, ანუ კვების რაციონი ჩვენი სტუმრის არის ძალიან შეზღუდული, თუნდაც საქართველოში ხაჭაპური არ დააგემონდა, ხინკალი არ დააგემონდა, წყალი არ დააგემონда. Как мы знаем, ваш рацион очень такой определенный, но в Грузии, как вы не пробуете грузинский хачапур и так далее? Только вечером. თან საღამოს არა და ვიცით რატომ საღამოს არ არის. Почему не днем и вечером? Ну, потому что я не завишу от еды, но я не могу отказаться от грузинской пищи, и поэтому... ანუ როდესაც საღამობით ვახშა მიემართება ალბათ მე ამის არა ვარ დამოკიდებული მთლიანად საერთოდ საკვებზე და საღამოს როდესაც уბრალოდ სუფრასთან ურთიერთობები, მაშინ არ შემიძლია უარი ვთქვა ამაზე. Но моя основная здесь пища – это вино. Вот я иду к Джону, покушал у него вина. Пошел. და ღვინოსთან დაკავშირებით როგორც ხვდები, აი ამ კრისტალს არანაირი აკრძალვა არ აქვს, ანუ შეუთავსებლობის თვალსაზრისით, ხო? Свиная кристалл, насколько? Абсолютно. Абсолютური თავსებადობა კრისტალი. ხოდან საინტერესო ფრაზა თქვა რომ ის მიირთმებს ღვინოს, ანუ როგორც საერთმეს, ხო, არა სვამს არამედ მიირთმებს. მე მაგალითად წავა ჯოინისთან მიირთმებს ღვინოს და ეს იქნება მისი საკვები. საინტერესო როგორ ფიქრობს ბატონო ლეგს მასეთი მინერალების მოქენება თვითონ ვენახში. ანუ ამიტომ არსებობს მაგალითად საფრანგეთში tis bros ყვავენ და სივადგილებს არის თქვა უჩერს ქორწინის შემოსლა. ამ სილიკონე ამ tis bros აბრიზგავენ და ფრაქცია ნიადაგში არა ფოთოლზე. ფოთოლზე. და მე ანტენსირებს რამდენად მზე იღებს და ეს ხელადგილზე არ სჭირდება თქვა კახეთში. ან თუ ზანსივიცელი არის მაშინ შეიძლება რომ სადაც რაჭაში აი თიანეთ მესხეთში შეიძლება ძალიან საინტერესო. Как вы смотрите на употребление вот кристалла в виноградниках? Вот Джон говорит, рассказывает, что в Франции есть такой опыт, что они молотят этот горный хрусталь, и они потом добавляют это в виноградники. И насколько, как вы видите, насколько это можно употреблять в Грузии? Это очень перспективно. ეს ძალიან перспективული იქნება. ჯონის გვერდი მოვნიშნა, მაგრამ მე კიდე ვიპოვე. Да, это очень перспективно. Просто здесь примером я могу показать вино, которое сделано. Видите, это алхимическое вино. მაგალითისთვის მე გაჩვენებთ Я сделал ალქიმიურ с кристаллами. მე ამას ვამზადებ კრისტალებით. Но идея и выращивать с кристаллами, она очень мудрая идея. იდეა კრისტალების გამოყენებისა ვაზის გაზდის დროს ეს ძალიან ბრძნული და ძალიან კარგი იდეა. აბა Да, это მაყურებელსაც ჩვენოთ. აი, ზუსტად ამ გვერდზე მქონდა ჩანიშნული და ჩვენი სტუმარი დაგვეხმარა რომ ჯონის შესახებ სტატია მაყურებელსაც ენახა. ასე რომ ჯონ ოლეგი თulis რომ ეს ძალიან საინტერესო იდეაა და თქვენ შეგიძლიათ რომ პრაქტიკაში განავითაროთ ეს იდეა. კი, რეალურად ჩემი აზრი ამ ჟურნალის ყველაზე კარგი თვისება არის ღვინო იღებს კონტექსტში. რომ სალკი ღვინო არ არის, ღვინო არის არქიტექტურთან ერთად, კულინარიასთან ერთად, ერის ისტორიასთან ერთად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. როცა შრალად ღვინოს უყურებ, აი მარტო სალკი, ეს არის როგორც აი პოეზიიდან ერთი სტანზი რა მოიღებ და დანარჩენი რო არ საიკითხე. Джон очень интересная вещь говорит. Он говорит, что ему значительно все то, что вы представляете вино в контексте. Когда вы его представляете вместе с историей, строением, вместе с кухней, строением и так далее, а представлять одно вино без контекста, это означает, что из стихотворения просто только один строк и ничего не понимать, и потерять все смысл всей поэзии. Да, ну для меня вино это пространство. И люди по дому Джона представляют пространство для меня, а не просто вино. И, конечно, они ценные. Поэтому я здесь езжу, изучаю этих людей, показываю всему миру. Я считаю, о них должны знать. ვინო ჩემთვის არის მთელი სივრცე სამყარო. ამიტომ მე ჩამოვდივარ ხვდები ისეთ ადამიანებს, როგორიც ჯონია, ვსწავლობ, მაგრამ მინდა ის ვაჩვენო მთელ მსოფლიოს. და ხა მათ უნდა იცნობდნენ, ამ სამყაროს უნდა იცნობდნენ მთელ და ამისთვის მსოფლიოს. ძალიან დიდი მადლობა ბუნებრივია. ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის, ასეთი საინტერესო საუბრისთვის. ჯონ, დიდი მადლობა, რომ ასეთი საინტერესო ადამიანი გაგვაცანით ჩვენ და ჩვენს ტელემაყურებელს. Спасибо, Олег. Спасибо, Олег и Лела.
Большое დიდი огромное მადლობა. რეკლამის შემდეგ დაუბრუნდებით და უკვე ერთად გავიცნობთ საქართველოს ძალიან საინტერესო პროექტის შესახებ ვისაუბრებთ და გველოდით.